სალამი, მოგესალმებით. ესე იგი, მინდა დავიწყო ჩვენი გადმოცემა პერედაჩა. ასეთი ამბით. როგორ უღალატეს რევოლუციონერებს. ანუ მე იქ არ ყოფილვარ. ანეკდოტი რო არის. ეს რა არის და მთვარეა და არ ვიცი ძმა აბუბნელი არა ვარო რა. დაახლოებით მთვარეზე და შაყირნოი ვარი. შაყირნოი ვარიანტი უღალატეს. და ყველაზე მაგარი მაგალითი ამის, ნუ ბევრი მაგალითებიც, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი არის ჩერგოლეიშვილი. ჩერგოლეიშვილმა რომელიც ძალიან საჯაროდ, ძალიან საინტერესო ინფორმაცია მისცა გამოძიებას. აი კონკრეტულად ეს ინფორმაცია. გავუშვით. როგორ არა, ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ორჯერ მეტი იქნებოდა. ორჯერ მეტი რომ არა არჩევნები ამას მოგწონს. ნუ არა, ხავერიშვილის, ბაჩო ახალაიას, აი ამ რაღაცა. აი ახალაიას ნაწილიც ჯერ გარკვეული არ არის, მე მაგ ინფორმაცია რომ შეხვედრები ახალაიას სახლში ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ის წუხილი ისმოდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მხრიდანაც კი. ანუ უთყვარ ინფორმაციას აღწევს. აბსოლუტურად უთყვარ, მე რაც მესმოდა იქ შიგნიდან ის რჩევაც მესმოდა, იმას ვაკეთებ. ანუ პრობლემა ნაცმოძრაობაში დაპირისპირება იყო ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით. მოდი ახლა ქართული ოცნების მეტი, აღარ ვიტყვი დანარჩენს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ხა გამახსენე, უფრო მნიშვნელოვანი კონფლიქტი. ის რა უხერხულა და ჟურნალისტი. არა, ამყვან შეეცადა, რომ გაეჩერებინა. მოდი ახლა ქართულ ოცნებას იმას ვქნა და ლანძღოთო როგორღაცო გაჩერდი. არა, ეს ხო თქვენ ინფორმაცია გაქვთ საჯარო იმაზე რა. რაღაცა აბსოლუტურად სწორი ინფორმაცია. რაღაცა შიგნიდან იმენაც ვეთნო და შემდეგ როცა მოაწვა, ეს გიჟია, ეს ქალი არის აბსოლუტურად გიჟი, ძალიან კარგად ჯდება დღევანდელ რევოლუციონერთა მდინარებაში და შემდეგ როცა ბევრმა უთხრა და ქმარმაც ალბათ რომ შენ გიჟი ხარ ჩვეულებრივიო. ან სხვანაირად. აი ხან ახლა როგორ ჭიქჭიქებს. დაიბარეს რა გამოკითხვა. არ გამოვა ჩემი გამოძიებასთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ მე ვერ მექნება სამართლებრივად მოწმის სტატუსი. წავიკითხავ იმ განცხადებას, რის თქმასაც ვაპირებ სასამართლოში შიგნით, როდესაც დამკითხავენ. როგორც მოწმეს, ნამდვილად არაფერი მაქვს სათქმელი, მოწმის ჩვენება ვერ იქნება საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით საღი აზრის ფარგლებში გაკეთებული ძალიან მყარი დასკვნები. სასამართლოში გავცემ კითხვებს პასუხს დრო და თარიღი ჯერ არ ვიცი. მინდა იცოდეთ რის თქმას ვაპირებ, რადგან უბინძურესი კამპანია ააგორეს სიმულანტმა რევოლუციონერებმა, თითქოს მე ვაჭერინებ ბაჩო ახალაიას. მე ვაპირებ იმის თქმას, რაც არაერთხელ მithქვამს. დამხობის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების საქმე არ არსებობს. არსებობს უკიდურესად უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანების აფერა. კარგი, გავაჩეროთ. ხო, ნუ სისხლის საბადლის პასუხისმგებლობას უნდა რომ გაექცეს, მაგრამ არ გამოვა. ძალიან კონკრეტულად მოვისმინეთ. რომ ამ ქალმა თქვა რომ მას აქვს შიგნიდან ინფორმაცია რომ დასხეს ერთმანეთს ნაცებმა ახალაიას სახლში ამბოხების თემასთან შეხვედრების თაობაზე. რა თქმა უნდა. საჯაროდ ჩვენ არ გაგვიგია შიგნიდან აქვს ეს ინფორმაცია, რაღაც არც გარედან, არც იქიდან. არამედ შიგნიდან. უჩვეულებრივად მე მახსენდება ერთხელ თამარ ჩერგოლეიშვილს ჰქონდა, მე მგონი რაღაც hard talk-ის ტიპის დებატი მიშა მშულდაძესთან, სადაც შიდა ინსაიდერული ინფორმაციები ისე გათქვა და მიშა გაშრა უყურებს რომ რაღაცნაირად არა რაზე ლაპარაკობ და რა ზიდებილებო თავს თამარ ჩერგოლეიშვილი უნდა ერთ ჩატში არ ვიყავითო მან წდებოდა ყველაფერი ანუ ისეთი ინფორმაციები გამოიტანა მაშინ ეხებოდა საქმე 20 ივნისის აქციებს თითქოს ეს აქციები არ იმართებოდა პოლიტიკური წრეებიდან და იმ პერიოდის ოპოზიციისგან და გიგაბუკერიადან და ასე შემდეგ ნაციონალურ მოძრაობისგან ეს იყო თითქოს რაღაც აღელვებული ახალგაზრდების ხმა და ასე შემდეგ თურმე გაირკვა თამარ ჩერგოლეიშვილის გამოისობით რომ ჩატში წდებოდა ვინ დადგებოდა ტრიბუნასთან და ვინ უფრო კარგად შენიღბავდა ეს იყო ოპოზიციის დადგმული თამაში და ასე შემდეგ ისე ზოგადად 4 ოქტომბრის აი ამ პერიპეტიებს რომ შევეხოთ და ყველა მიმართულებით რომ ვისაუბროთ ნუ ჩვენ ძალოვანი სტრუქტურები ძალიან ძლიერები აღმოჩნდნენ და ფაქტობრივად შეიძლება თამამად ვთქვათ რომ აი კომიკური გახადეს ოპოზიციის ვთქვათ ვითარება და მე უფრო შორსაც წავიდოდი ოპოზიციასთან ერთად ოპოზიციამ ჩაიყოლა გარკვეულწილად
ავტორიტეტი ევროპისა. ევროპის მნიშვნელოვანი, ну, რა თქმა უნდა, ხა ამათ ვინ უნდა გადაიყოლო, ბიჭო. მე ანთროპოლოგიურ ევროპაზე და იდეაზე და იმაზე. არა, ევრობიუროკრატების ვთქვათ, ავტორიტეტი და ღირსება და მათი კეთილსინდისიერება ამ ოპოზიციასაც გადაყვა. აი ამ პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მარაზმს. გულისხმობ რას? შენ როდესაც ესეთ სამარცხვინო რევოლუციას აწყობ და ანონსებ და ასე შემდეგ და ამას მხარს უჭერს კიდე ეს იპიპი გინდა ბალტიის ქვეყნები გინდა ბრიუსელის ბიუროკრატია და გინდა კონკრეტული პირები ეს იუკნევიჩიანე და ესენი ხო ამას ხო გაგება და მიხვედრა უნდა რომ მე მაინტერესებს აი ბოლოს ჩვენთან როდის ან ეხა როდის ტარდება ისეთი სიღრმისეული კვლევა არ ვამბობ ერთ კითხვად გაფენილ და ისეც სოციოლოგიური კვლევა როდის ჩატარდება ზუსტად ევროპისადმი განწყობებზე ქართველების აი ამ ბოლო პერიოდში რაც ჩვენ დაჩაგვრა დაგვიპირეს როგორ არასწორადაც მოგვექცნენ როგორ უსამართლოდაც მოგვექცნენ და ვის მხარესაც იდგნენ ხაბეიშვილის და დებილების მხარეს რო დადგები ხო აი ეგ მაინტერესებს ძალიან განწყობები როგორ არის შეცვლილი კი ბატონო მე უბრალოდ მინდა დავამატო ჩემი ყველგან სადაც ხელი მივიჭრება ამ აზრს ვანვითარებ აბა გიჟების შესახებ რა აუ ეგ ცალკე კი ეგეც მე მინდა განმავითარო აი და მე მიპასუხეთ აი ძალიან მნიშვნელოვანი სხვა შორის ეგ თემა შენ შენიშნე ერთ-ერთ პირველ ხო მე ეხლა რა არის გიჟებს რო აწყობინებდნენ რევოლუციას ამდენი ხნის ჯაჯგურის შემდეგ ბოდიში სანამ იტყვი აი ერთს ვიტყვი რა და არა ეგ შენ თემა პროზა რევოლუციაში რა რევოლუციის დროს ვიღაცას ხო უშვებენ წინახაზზე. ხო და მაგაზე არის პროლეტარიატს უშვებს, ზოგი სტუდენტებს, ზოგი ეთნიკურ უმცირესობებს რაღაცა ამათმა გაუშვეს გიჟები, ხო? ხო და აი კი არ გაუშვეს. ეხლა ჩემი აზრით მომისმინე კარგად. დიდი ხნის ჯაყჯაყის შემდეგ გვაჯაყჯაყეს რა, მაგრამ გვანჯღრიეს ეს ქვეყანა. სოციალური სხეული დაიხა ჩვენი ქვეყნის. ანუ ვისი ვიოლინო ვის როიალში ესე აღმოჩნდა და ამოჩნდნენ ადამიანები რომლებიც აი ამ სოციალურმა სხეულმა პერიფერიიდან ჩამოიყვანა თბილისში და გააგიჟა ანუ როდესაც შენ ერთდროულად გჯერა რომ ჯასტინ ტიმბერლეიკი არის კოცი ხო იყო ესეთი ამბავი ხო არა ჯასტინ ტიმბერლეიკი ქართული დროშა შეურაცხო ქართული ოცნების დავალები კი ბატონო ხო კოცია ხო მე უკრაინა იგებს ხო ესია აი ეს ციგიჟებს ხო ტირაჟირებენ უკრაინა იგებს 4-ში ვიწყებ და 4-ში ვასრულებ ჰა პატა ბურჟუაზია პატა 4-ში ვიწყებ და 4-ში ვასრულებ ნაცები არ ვართ ხო ნაცების დროს ყველაფერი კარგად იყო ციხის კადრები დადგმულა ძალიან ბევრი სიგიჟე უკვე განა არგუმენტი ან სიაბანდი არგუმენტი სიგიჟე რომ გადმოიქრო და ამას რო იგი ხვდები შენ უბრალოდ ხო იცი როგორ არის ანუ მენტალურად ავადმყოფები ერთმანეთთან მიდიხარ რაღაც ემპათიური ჯაჭვი იქნება და თუ არის გიჟური მოწოდება რომ დავხდეთ უცხო პლანეტელებს ან რევოლუცია მოახდინოთ ჩემი აზრით ის უფრო ნაღდია უცხო პლანეტელების დახვედრა უფრო ნაღდია მაგრამ შენ რაღაცნაირად ერთად ხვდები აი ერთმანეთს მოკავშირეს პულობს ყველა გიჟია მეც მაქვს ჩემი თეორია მაგასთან ხო და ყველა გიჟია და ივენთი რო ხდება აი ხო არის რაღაცა სექტები რომ ელოდებიან აღსასრულს და ყველა სექტის წევრი იყრიბება სადღაც მთაზე ან სადღაც ეკლესიაში რომ აი მორჩა მეორედ მოსვლა დაიწყება აი ესე მოხდა აი ესეთი გიჟები შეიკრიბნენ ყველა ერთმანეთი მოძებნეს ბევრი ყავს სამწუხაროდ და დადგნენ ერთად 7000 კაცი მე ჩემ თეორიასაც გეტყვი მაგ საკითხთან მიმართებაში ასევე ზოგად რევოლუციის თეორეტიკოსები ხო ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას ამბობდნენ რევოლუციამ უნდა მოძებნოს შავანახე ის კონკრეტული სეგმენტი რომელსაც არ აქვს დასაკარგი არაფერი ესეთი იყო პროლეტარიატი ესეთი იყო მე ნეომარქსისტების დროს სტუდენტები და ეთნიკური უმცირესობები და ასე შემდეგ უმცირესობები და ეხლა ამათმა ვაფშე გადახედეს ამ თეორიებს და მართლა მაგარი მოიფიქრეს გიჟები რომელიც ვერ გზნობენ რომ რაღაცა არ შეხედე რატო ბიჭო არა სხვათა შორის არ შეიძლება ესე დაკნინება ჩვენ ყავს შეიძლება პრაქტიკაში უნიატო რევოლუციონერები მაგრამ თეორია შექმნეს ახალი
ესეთი არავის არ უკნია. არა, ამერიკაშიც იყო ხა ანტიფსიქიატრის მოძრაობა და იმათაც ალბათ მაგაში ჭირდებოდათ, რომ მაგრამ იქ იმენაკალი მიგიჟები აღმოჩნდნენ და აქ არა? არა, აქ ცოტა შენიღბული, მიხვდი? არა. მე ვატყობ რომ მე რო დაიჭირეს, მე ყველა ხო დაიჭო. კი, გიჟი ვარ. გიჟი ვარ, შეჭირვებული ვარ, ეპილეპტიკი იყო ის გოგო. DJ იყო. იცი? DJ. არა. რო ყვირის რომ მე ომი მინდა რომ დამარცხო. კადრები რო აქვს. გოგო რო არის? იცი და კადრები ხო გვაქვს. შენ რა გინდაო მე მივდივარ რომ ჩამარტყანო მე თავშო მე მინდაო კი ბატონო და DJ-ია ეს გოგო და პლუს კრეატიული არტისტი და აღმოჩნდა რომ ეს საჯაროდ თქვა უკვე და ამიტომ შენ მოიძე ეგა ეპილეფსია აქვსო კი ეგ არის ხო სააგენტოს ის არის რა ქვია არტ დირექტორი არა ხო DJ-იც არის გოგონა რა მე დიდი ბოდიში შეგვარნა მაგრამ საჯაროდ თქვა რა ეგ ძალიან ჩაბერილი ჩანდა ძმა მოშნა არ შეიძლება ეს ლაპარაკი შეიძლება თავის გაჭირვებია მე მაშინ მე დავარღვე ყველანაირ ეგეთ მორალს და ვიტყვი რომ ადამიანი რომელიც საჯაროდ ამბობს რომ კი მე ომი მინდა შენ ვინ გეკითხება მე ომი მინდა იქ ვიღაცა თავისიანი აჩერებს რომ ხალხს იმას შეიძლება არ გვინდა ნუ დავაჭერთ ციხს რა ხო მაგას ჭირდება მაშინ კურნალობას და სახში ყოფნა და განრიდება ბიჭო მაიმუნებმა გამოიყენეს საზოგადოებისგან კი რევოლუციურ პროცესებზე მინიმუმ და რა ვიცი გამოიყენეს თქო ხო და იყო რა ვიცი ლაპარაკის ხასიათზე ვარ ეტყობა ერთი იყო თუ არ ვწდები ძველი გირჩელი რა ცუდი გირიზმისი ზურა ჯაფარიძის ტიპი ჯარიმა გამომიწერესო რა მეო ვაი ამათ პატრონს არაფერი მე არ მაბადიაო და ვაფშე არც მებადება არასდროს წერო და ბანკში ანგარიში არ მეკნება არა რა ხალხი მოძებნეს ხვდები არც მაბადია და არც მე ვაპირებ რომ აი ბატონი ექიმი 71 წლის იქ კაბინეტში რომ გადაიღეს ფოტო კაბინეტიდან უბრალოდ პირდაპირ ეთერი იყო მიშას ადიდებდა მიშისტის სერიოზული და 4-5 ფოტო აქვს მიშასი იქ რომ შედიხარ სამკურნალო ბავშვი რომ შეკავს შეიძლება შეგეშინდეს, იმიტომ რომ ექიმი სექტანტი არ უნდა იყოს. ხო? არა. არ შეიძლება. იმ ექიმზე ვაპარაკობ, კაი ჯიგარი იყო მიშაო. ხო, 10 იყო და 100 ხინკას ჭამდაო და ეტიტრა არახსაც დააყოლებდნენ, მე მაგრადაც ვინმეზე იძალადებდაო. ხო, აი დაახლოებით ეს კარგი. ხუხაშვილი, რომელიც არის გენიალური წინასწარმეტყველი. კი, მართლა. ეხა არ არის მოქმედების დრო, ეხა არის ჭრილობების მოშუშების და ჭრილობას რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზოგი შეიძლება მას ჩაეხა. ხო, ნუ ესეც არის, რომ სამწუხაროდ ეს პრობლემა ჩვენ ოპოზიციას აქვს, ხო? და შეცდომების გააზრების და ყოველ შემთხვევაში იმის მცდელობის, რომ სერიოზული გადახალისება, გადაჯგუფება, გადახედვა მოხდეს იმ ყველაფრის როგორც ემოციური ნაწილი, ასევე რაციონალური ნაწილი მაქვს ხედველობაში. კაი, გავაჩერე. იმიტომ რომ ამის როგორ ამბობ რა მოვიდა? ჩაეხათ. და მაგას არა მარტო მას, ოპოზიცია ჩაეხა რა. მაგას შველის. რატო კიდე ჩახეული რატო? თავში რატო აქვს ჩახეული? ხობეს აპატიმრებენ. ხობეზო ძალიან ცუდი ტიპი იყო. ძალიან ცუდი ტიპი იყო ხობე. აი მე რა მაინტერესებს? შეიტყუა. შენ სახლს რო კონდეს შუშის კარები. ჯვარი ხო უსტურის ასე. გატეხოს ვიღაცამ და შემოიპაროს. ის სისხლის სამართლის დამნაშავე არ არის? სხვათა შორის შალვა. ამას ამბობს ბესელი. არა, ესენი უდგებიან ქრისტიანული მორალით, ხო იცი? როგორი? ქრისტიანულ მორალში არაცდუნო, უკეთო ხო? არ უნდა აცდუნო, მანქანაშიც კი ის გამოსაჩენ ადგილას არ უნდა დაწოვო. მაშინ მოკლეკაბით რო გავა გოგონა და რო გააუპატურო, გოგოს ბრალია. არა, ქურდულადაც ეგრეა, იმის საქმე მოპარვაა და შენ უნდა შეინახო რა. ეგ ქურდულს უბერა. ბოზები ქურდულს უბერავდნენ, ასე კარგად. მე ამინახია, მაგრამ ეთყობა. არ გამოვიდა, ხედავ. ხო და ან მოის ხობეზე ან თქვენ ამბობთ რომ ეს იჭერენ რა. ხო და ანუ კანტის მორალურ თეორიაში რომ ნაჯახიანი ტიპი გივარდება სახლში მოსაკლავად თავი არ უნდა დაიცვა, იმიტომ რაც მოსახდენია მაინც მოხდება. კარები არ უნდა მოქმედებს ხობეზე, ანუ ესენი რომ მივიდნენ ხობესთან ღობე რო ყოფილიყო მყარი შესაბამისად ესენი ვერ შეძლებდნენ მის გამონგრევას და ამიტომ რომ ძალით მოუშვეს ღობე მარტო მაგან გამოიწვია რევოლუციური პროცესი ანუ ესენი კანტიანურ მორალის თეორიაში უნდა დარჩენილიყვნენ არ უნდა გასულიყვნენ კანტიდან ღობენი
ღობე მივიდა და გადაენგრია ლიბერალურ მორალში გადააფრინდა ამათ დააფრინდა ზემოდან და ჩვენთან აი განსაკუთრებით პროვინციალი ლიბერალები ვინც არის ყველაზე მეც ვინც კივიან ქალები განსაკუთრებით მათთვის არის ხოლმე ძალიან ხშირად გამოყენებადი ეგრო აი ვიღაც გაუპატიურების ამბავზე რომ იწერება ხოლმე კომენტარები იქ რომ ვიღაცა დაწერს რომ რაღაც ღამე ეგ რატო ეცვა მოკლედ გაუპატიურებს ჰარასმენტს ხო თუნდაც სულ მაგაზე აბა რა ეგონა მოკლედ ამით რომ დადი სულ მაგაზე პასუხი არის რომ რა შუაშია და ანუ ეხა პირიქით ატრიალებენ ბიჭო როცა შეჭირდება ანუ ეხა ბაზრობენ რომ ქალს თუ გაუნწევა დაცვია მოჟნა არა იმიტომ რომ ხობე ძმაო თუ მორყეული არის ანუ იგივე და ვაფშე არ იყო ხობე აი მე ხის ხობე იყო კი კაი ვაფშე ლენტი ქონდათ იმათ ნინო ჯანგირაშვილი იშვიათად ყავს ხოლმე და პატივი დავდოთ რა მე რახან ზუსტად ვიცოდი რომ ეხა ხავეიშოს რო არ დაანონსებინა 4 ოქტომბერს მაინც გამოვიდოდა ხალხი ქუჩაში იმიტომ რომ ვიცით ხო ხედავთ რომ ამით ცხოვრობს ამ ბევრი ადამიანი აქტივისტი როგორც ბედნიერია კავკასიას კაცი ტერორისტებს რო ეძახის და ვიცოდი რომ ადამიანები მაინც გამოვიდოდნენ ქუჩაში შესაბამისად მე რაღაც ესეთი პოზიცია არ მქონია რომ 4 ოქტომბერს არ შევიკრიბოთ და ასე შემდეგ მე ერთადერთი იმედს ვიტოვებდი რომ ეს ნაკლებ ზიანს მოგვაყენებდნენ იმიტომ რომ არ გამოვრიცხავდი ინციდენტებს ხონდა განცდა რომ ან ამათ ვიღაცა ატყუებდა ან ესენი აყენებდნენ უბრალოდ ბოლს და ესენი ატყუებდნენ ხალხს რა და რაც შეეხება იმას რომ ხა დაჭერილები არიან და სახელმწიფო გადატრიალებას ედავებიან ამაზე უბრალოდ მეცი რატო ეცი რა არის ბიჭო სასაცილო იმაში რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით მართლა ცდელობას დამხობის სადაც როგორც თვითონ ამბობენ რო არა ღალატი იქ სისხლიც იქნებოდა, ქაოსიც იქნებოდა და მე ეშმაკმა უწყის რა იქნებოდა. ანუ რაზე არის, რა არის მან სასაცილო. მე რაბა მეტრეველი წერს რომ ეგვიპტეში შარვანშეში იცით რომ სამიტია. და ალიევი და ის ჩასულიაო და ჩვენ რატო არა ვართ ფაშინიანი და ჩვენ არა გვაქვს ომი და ფაშინიანი პუტინთან რო ჩადის მაგაზე კითხულობს თქვენ რატო არ ჩადიხართ პუტინთანო? რა ბაზარია? ო მართალი ხარ. არა ჩვენ არა გვაქვს ომისა და მშვიდობის საკითხებში ძალიან კარგად გვაქვს საქმე. მშვიდობა გვაქვს. სალსახა. ანუ ხვდები? კაროჩი. კაი, თინა ხიდაშელი ძალიან საინტერესო ადამიანია. ტაივანჩიკი. ტაივანჩიკი მართლა საინტერესო ადამიანია. და ნამდვილად უნდა ვიბრძოლოთ. არაფერი არ მოხდება, რაღაცა განსხვავებული პირობებია ახლა ვიდრე იყო 27 წელს. ამის გამო არაფერი არ მოხდება. მხოლოდ ბრძოლა ჩეჩნეთიზაცია არ უნდა დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში და ეს ახლა თავისუფალ საზოგადოებაზეა დამყარებული, დამოკიდებული და ალბათ ის რომ თქვენ ახლა ევროპაში ხართ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი სიგნალი, რომ ევროპამაც არ უნდა მიგვარ ჩეჩნეთიზაცია, კადიროიზაცია. ძალიან მაგარისა აქვს რა. ძალიან მაგარი. შიშებია ჩართული რა. ანუ გავიწყებთ ქალბატონო თინა. ჩეჩნეთიზაცია. შალვას უშვებს წვერს, ულაშებს გაიბარსავს და ჭიდაობაზე და MMA-ზე ყველა. მე შეიძლება შორის და ოქროს პისტოლეტი დაღესტანში მივდივარ. ოქროს კალაშნიკოვი კი და ბრაბუსები ჩაშავებული და მე ნახეთ. გაუშვათ აბა ეს გავუშვით. გახარია ამბობს რომ არის თანამშრომლებს არავისთან ლეოს გარდა ლეო ამბობს რომ ნაცმოძრაობასთან არის თანამშრომლებს ნაცმოძრაობა ამბობს რომ გახარიასთან არის თანამშრომლებს და ლეოსთან თანამშრომლობის ხო ესე იგი რა გამოდის აგიმასა იგიმასას აგინებს და იგიმასა აგიმასას რა აი ესე მდგომარეობაში წავიდნენ იმაზე რევოლუციაზე მაგრამ ეს არ წასულა ამახო რომეო კაცო იქ ვიყავ. ო როგორც ყოველთვის ჩვენ ძალიან საინტერესო ავიდაო და მაიკა უნდა გამოეცვალა და მე გენიოსი ადამიანი ლაშა ბუღაძე. აი მამის კაიშვილი. ეხლა დაიწყო. დამნაშავედ მიიჩნია ვინც 4 ოქტომბერს უკაცრავად ეს როგორ უნდა გავუსწრაფო. თავისუფლების ყოველი წინადადების მე ჩემი ხმა უნდა და თუ დაავიწყდა თვითონ ამის ხმა. აი მაშინ გავუშვით თავიდან და მიკროფონი გახსენეთ. დავай, დავიდა. თუ დაავიწყდა თქმა. დამნაშავედ მიიჩნია ვინც 4 ოქტომბერს იყო ქუჩაში გასული რუსთავაზე და თავისუფლების მოედანზე ანუ სადაც 80,000 ადამიანი თუ უფრო მეტია ამიტომ სულ აბსოლუტურად საქმე და აქვე მინდა აღვნიშნო ბევრი საუბრობს ამაზე და უწრფელი სულისკვეთება ადამიანების არის ის რომ ეს რეჟიმი რიტმიზნობა არა გაქვს?
არა, მე სწორად ვიღებდი. პაუზაში. ბიჭო, არა. თქვათ პაუზაში. დაჯი, არ მოვისმინე დასამბლს. მე უსმენ. ხო, მაგრამ მე შინაარს არ უსმენ. ხო, აი ძალიან გავლატავდით ეს საერთოდ, ძალიან. ბიჭო, ან რომელი უფრო ცუდი მამაშვილია, ეს და მამამისი თუ გულბოზი და გულბოზ ჯუნიორი? ან კვიცი გვარზე ხდის ყველაზე ცუდად რომ ამორში რომელზე განხორციელდა. მოდი მეგეთყვი პასუხს. მამებში ის გუბაზი უკეთესია და შვილებში დაახლოებით რა ერთი ტორტეის დედა იმას ჭამდა და ტორტამდე დაახლოებით აი რაღაცაერად მე ესე მესახება ამაზე პასუხია რომელს ამოიჭებდი ეგ არის მან თქვენ დილემას ვერ ამოირჩევ კაი თეონა ბაგდავაძე თეონა ბაგდავაძე ფილოსოფოსი კალი მაგაზე პასუხი ეგეთია რომ საუკე მაგარი მამაშვილი თუ გინდა ააწყო მამა გუბაზის რო შვილი ესყავდეს ხო სული კომპლექტი ანუ გუბას მივაშვილოთ ეს და ის პირიქით ბუღაძე ლაშა ვითომ გუბაზის შვილი რატო ვერ დავიგე ეგ უკეთესი მამაშვილობა იქნება და ის გაუშვოთ იმ მარაზმატიკთან მე მგონი 4-ვე შვედური ოჯახი არა გაცვალო დრამა დავიდა თეონა დღეს მაგარ ხოც ჩვენ უბრალოდ ყავს მარგინალთა ჯგუფი ძალიან საშიშმარგლო რომლის მსგავსიც მე არ მახსენდება იმიტომ რომ ასეთი დიპლომატიური სირცხვილი რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება არც რა ვიცი ლეგენდებს რო ყვებოდნენ მედოლეები იყვნენ მინისტრებიო მაშინაც არ იყო მეორე ეს ყველაფერი არის ერთადერთი რამის გამო იმიტომ რომ პროპაგანდა თქვენ ხედავთ რომ არ მუშაობს ბოლო კვლევებში ნახეთ რომ deep state-ის თითქმის არავის არ სჯერა და რომ ჩვენ გადაგვტეხონ ეს არის შიშის გზა. არა, პროპაგანდა მუშაობს ცოტა ხნის წინ. რომელი კვლევით არ სჯერა deep state-ის არავის? რომელი კვლევით? არა, პროპაგანდა არ მუშაობს, რატო იძახიან ასე? მე იძახიან რომ პროპაგანდა საშინელია, რანაირად? არ მე უფრო deep state-ი რატო არ ჯერათ ეგ მაინც. აიონე, ვაფშე სხვა საქართველოზე ლაპარაკობ. ბიჭო, ეს ჰეგელის პრიზმიდან არჩევს ეხლა და თქვენ აქ ზიხართ და ბოსხის დაწერილ ბოსხის ნამღერზე. ბოსხის ნამღერზე. გადაღებულ. ნუ გავიწყდებათ. ეს სამყაროს უყურებს ჰეგელის პრიზმიდან. ჰეგელი? ჰეგელის. არც მეტი და ჰეგელმა ხო დოკუმენტური ფილმი გადაიღო საქართველოზე. კი, სხვა შორს 2 წლის წინ. კი, მაგაზე. სარაევოს საერთაშორისო ფესტივალზე მოიგო ვორქშოპის პრიზი. მოიგო ჩიკა. ვოლფგანგ ამადეუს ჰეგელმა. ჰანს ქრისტიან ჰეგელი. ჰანს ქრისტიან ჰეგელი არის. ჰანს ქრისტიან. რო უთხრა კი. ეკალიბრია, ზუსტად ეკალიბრია ძმავა. ეკალიბრია. ანუ ადამიანს რომელსაც არანაირი ცოდნა არ გააჩნია, ცდილობს რომ გამოჩნდეს. ანუ ეგა ყველაზე ტრაგიკული მოვლენა. რაც ხორციელდება ქალბატონ ტაიონაში. კი, ცხოვრება ხორცი. კი. შედარებით ნაკითხზე გიანოდიაზე გადავიდეთ. ნუ შედარებით კი არ განუზომად. გიანოდი. ხო, ანუ ეს არ არის, ნუ გასაგებია რომ უნდათ რომ 4 ოქტომბერს დაემთავრებინათ რაღაც ჯგუფს, ან რაღაც რაოდენობას ადამიანებს იმედი ქონდა, მაგრამ ნუ შეცდომა აღმოჩნდა ეს და ველდება ჩვენ ფაქტობრივად დაუბრუნდით ერთწუთი თუ შეიძლება ერთი კომენტარი გაკეთება და ამაზე ადეკვატური კომენტარი არ მგონია რომ სხვა რა მიყოს. ბიჭო, მე ვერ кайფობ რომელ ხალხზე, იცი? შალვა, ბაჩო. ამ მართლა პოლარიზაციის პირობებში, ამ პირობებში რომ ინარჩუნებენ რაღაცა იმას რა ქვია კონსტრუქცია როგონია თავი რაღაც ამერიკულ think tank-ის იმაში არიან თემაში და აი ბოკერია აბრაზნა აი ესეც რომ მართლა გაძლიერეს ხო აი ჩვენ მაინც ამას ესე გადაჭრით კარგი რა იყო არა გადაჭრით ამას ვერ უთხრა აქედან არევა იქიდან უდა ესენი მაინც კონსტრუქცია იცი როგორც ცივილიზაცია თავზოლაში აქ პროტესტის მე-700 დღე რო არის დაუშვა და მაინც 20 კაცი იქნება და ეს თავარია რომ მიუხედავად ყველაფრისა მიუხედავად პროპაგანდის გავეშებული მუშაობისა და ასე შემდეგ ჩვენ მაინც გამოვედით. ანუ რამდენ ადამიანს არ პროპაგანდა არ მუშაობს ტაიონამ გითხრა.
ხო თაიონმა ქართულმა ჰანა არენდმა ხო და მე მგონი პროპაგანდა არის რა მე მგონი პროპაგანდა არის არის რა არის მაგრამ პროპაგანდა მთელ ოპოზიციაში ხო ცუდი რაღაც გონიათ პროპაგანდა ხო გონია ბუა პროპაგანდა გონია საკრავი მედოლეები პროპაგანდა მოდის დოლი და არ მუშაობს ჰაერი არ არის არ მუშაობს კომპრესორი გაუქმდა პროპაგანდა კაი ბარამიძე რომელიც ყოველთვის ეგეთ პროვინციალიზმის ბრალია თორე სხვა კი არაფერი რა ანუ სხვა მეტი არანაირი პრობლემა არ ადგას სად თაიონას შემთხვევაში ხო აბა მარტო ეგ დგას დავიდა გავეშებული პრეზიდენტ სააკაშვილის რო ახლა ერთმანეთისკენ ხელის შვერის რო კი არ არის ახლა მხოლოდ ამ აქციაზე შეიძლება აუგათ ილაპარაკოს კოცმა ან იმათმა ვინც უნდათ რომ რაღაცნაირად ამ კოცების სისტემაში თავისი თავი მონახოს და კოცებთან ერთად არიან რომ აი ნაცები და ის მაგარი გავანადგუროთ ხო ეხლა ეს მხოლოდ შეიძლება კოცმა იაზრონოს იმიტომ რომ გავაჩეროთ ეს აწება უკვე ჟოს გია ბარამიძე ნამდვილად სხვა გია ბარამიძე და გიგა ბუკელია და თამარა სხვადასხვა ფლანგია მაგრამ ესე ერთგულები რჩებოდნენ საკუთარი სიგიჟისა ეს მიშას ერთგულია თუ გიანოდი არის ეროტიკა ეს არის BDSM კი ეს არის როგორი პორნო ისე BDSM სადომაზო დაჟე არა ეს darknet-ზე პორნო აი იმენა ის ლოქი ეროტიკა არა ეს დაჟე რო ვერ მოიპოვებ აი ძალიან ცუდია რო დაგიჭერენ მაგის ყურებისთვის და ეს მაგრა აგრძელებს მიშას გულშემ არ იხსნის არც უკრაინის სამაჯურო ბიჭო ის არა ის კიევში წავიდა საცხოვრებლად ჟიჟეკმა რო უგულავ მაგარი ადგილი გაჩო რატო უნდა ვიბრძოლო მაგარი საკუთარ ბიჭო ჟიჟეკმა რო ტიტანიკის ბოლო ეპიზოდის რიმეიკი გახსოვს ბოლოს რო ხელს წევს ეს ამან დამოწევს ეს ხელი და ბევრი უკრაინის ისინი რო აქ დავაი აბა შემდეგი რა გვაქვს შემდეგი გვაქვს ძალიან მაგარი კაცი უბრალოდ ქალი თინა ბოკუჩა აიფონჩიკა 4 ოქტომბრის ღამეს როდესაც ხა ძალიან ისეთი რა ახალი და შესაბამისად კიდევ უფრო მძაფრი იყო ხო ერთგვარი იმედგაცრუების ემოციები ადამიანებში რუსთაველზე და მე ვფიქრობ რომ ესე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ვაღიაროთ ხოლმე ხო რომ რაღაც უკან დახევა და თუნდაც მარცხი რაღაც ერთ კონკრეტულ ბრძოლის ეტაპზე სწორად შევაფასოთ თვითრეფლექსირება მოვახდინოთ სწორად გავაანალიზოთ და ეს შემდეგი გამარჯვებისთვის რეფლექსიაში ნაცი ხო ვეღარ იქნება, მან კვდება ეს. გავაჩერე. მეგობრებო, ეს არ არის საინტერესო. აი ხმა გავუშვებ, ეხლა ხანს მოგვაწოდეს რა გავუშვით შეიძლება. და არც ერთი პოლიციელი მაშინ როდესაც პარლამენტის წინ სამრიგად პოლიციელი ნებისმიერი აქციის დროს CSKOS-თან როდესაც იყო აქცია სამრიგად პოლიციელები სასამართლოს ხდომებთან დაკავშირებით პოლიციელები რამდენი 4 რიგად 5 რიგად ეროვნულ გალერეასთან თუ გახსოვთ ხელოვანების პროტესტი როცა იყო ეროვნულ გალერეასთან 5 რიგად პოლიციის კორდონი კინოთეატრ ამირანთან 2019 წელი 2 რიგად კორდონი და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი როცა გახდათ პრეზიდენტი მის რეზიდენციასთანაც მაშინ იმართებოდა აქციები და მაშინაც კი კორდონი პოლიციელების იყო სად იყო პოლიციის კორდონი 4 ოქტომბერს არაგის არაწყობდა იქ პოლიციელების დაყენება გავთიშოთ კაი გეშე ბიჭო აი ამას სერიოზ გიჟები აი გიჟები არიან ძმაო გავფაქტენ აბა მიდი და გიჟები არიან გადაჭრილია ის შავნოდარასისა გადაჭრილია არა ამან უფრო მაგარი ამან პოლიცია რატო არ იყო ხო ანუ ჩვენ რო გვინდა რომ დააგხოცოთ თქვენ რატო არ გვიწევთ წინააღმდეგობას რატო მიდგა ხარ წინ არა რატო არ მიდგა ხარ წინ არა რატო მიდგა ხარ წინ მე რომ მინდა შენ მოკლა დრო მოვდივარ სად იყავი მაშინ არა ის ნახე ის სხვა რამე დაახლოებით ანალოგია რო გააკეთო ან მე რომ მინდა შენი მოკლა ესე იგი ვაიმედე და არა რას ამბობს იცი მე რომ მოვდივარ რატო არ გაგვაჩერეთ რატო არ მოგვეფერდნენ და როცა საჭიროა და სადაც საჭიროა თქვენ უბედურებო თქვენ გოიმებო იქ ხო გაგაჩერეს ხო გაგაჩერეს პოლიცია იყო შიდა პერიმეტრზე კაცო ჯერ რატო ხო თუ პოლიცია არისო რატო არ გადავახეთ ჯერ ეს ერთი მე მეორეც ამათმა ეგ სიგიჟე
გამოაცხადეს იქ აქციაზე, საერთოდ ყველამ გავიგეთ ტელევიზორიდან. და დაიძრნენ მე შლეგიანები ვინც კი უნდა ყველა მანდ. ბოდიში ეხლა ძმეაო რომ დროულად ვერ მოხდა ეს რა ხუთფენიანი პოლიციის კორდონი არ შევარდნილი ხა საჭირო იყო ის პოლიციელები რაც იყვნენ სავსებით ეხო ყველა რა თქმა უნდა და თქვენ გოიმებო დღეს ძალიან კარგია ხო მცხეთობა მეგობრულ წინასწარ გილოცავთ კარგი დრო გაატარეთ რაცებს უსურებ რომ ის ცოტა დრო რას პარტიის გაუქმებამდე დარჩათ რაში გაატარონ მასტურბაციაში ანანებში თავად ბელაძე დიეთ ბელაძე და უმორჩილის თხოვნა არის ჩემი ერთი მოქალაქის ბევრი შემომირთებით მიშა გადაიყვანეთ იქიდან კი ხალხს კარგად ზანდობთ